საბერძნეთში საქართველოს მოქალაქემ ავტომობილში ბერძენი ქალი მოკლა, დაკავებულია 40 წლის კაცი, წერს ბერძნული მედია. ამავე ინფორმაციით ქართველმა ავტომობილი ავტოსტოპით გააჩერა, მგზავრობისას ქალს სასიკვდილო დაზიანებებით ცივი იარაღით მიაყენა, მისი სისხლიანი ტანსაცმელი კი ნაგავში გადაყარა. მედიის ცნობით კაცმა დანაშაული აღიარა. 60-მდე დაშავებული, მათ შორის ბავშვები, 2 დაღუპული, დანგრეული სახლები და ინფრასტრუქტურა. რუსების მორიგი მასირებული თავდასხმა კიევზე, დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონი რუსული დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით დაიბომბა. გამოყენებულია ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა ორეშნიკიც. მთელი ღამე კიევში საჰაერო განგაში იყო, მოსახლეობამ თავშესაფრებში გაათენა. დილიდან სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. რუსებმა ოდესასთან დაბომბეს საბავშვო ცენტრიც, სადაც 10-მდე ადამიანი დაშავდა, მათგან 3 ბავშვია. ახლა უკრაინას რუსები ბომბავენ, ჩემი ხალხი, ჩემი ოჯახი თავშესაფარშია. უკრაინელმა მოკრივემ ოლექსანდრ უსიკმა მსოფლიოს შეახსენა, რომ მისი რინგზე ყოფნისას უკრაინა რუსეთის თავდასხმის ქვეშ იყო. უსიკმა კაიროში გუშინ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა და გამარჯვება ომში მყოფ სამშობლოს მიუძღვნა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამ ხორცაკების შეჩერება შეუძლია, თქვენ ხართ, რუსეთის ფედერაციის ბატონო პრეზიდენტო. დაასრულეთ ეს სასაკლაო. ამ სიტყვებით მიმართა პუტინს რუსმა რეჟისორმა ანდრეი ზვიაგინცევმა კანის კინოფესტივალიდან. მან ფილმისთვის მინოტავრი გრან-პრი მოიპოვა და სიტყვის წარმოთქმისას პუტინს ომის დასრულებისკენ მოუწოდა.